ჩვენი ერი წელს 2026 წელს აღნიშნავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წლისთავს. ეს არის დიდი თარიღი, წმინდა თარიღი არის, წმინდა დღეები გვექნება მთელი წლის მანძილზე და ჩვენ მადლობთ უფალ ღმერთს, რომ ჩვენმა ერმა შეძლო თავდადებით შეენარჩუნებინა თითქმის 2000 წლის მანძილზე წმინდა მართალი სარწმუნოება, რომელიც მივიღეთ ჩვენ მოციქულებისაგან. ესა ძალზე იშვიათი მოვლენა და ისმის კითხვა, რომ 2026 წელი რატომ შეირჩა ამის აღსანიშნავად, ამ დიდი თარიღის აღსანიშნავად. ამ კითხვას პასუხი გასცა ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილმა, შემდეგ თეიმურაზ ბატონიშვილმა, შემდეგ ჩვენმა დიდმა მეცნიერებმა, სხვა აზრი იყო, მაგალითად ვახუშტი ბატონიშვილი ამბობდა, რომ ქართველი ერი სრულებით გაქრისტიანდა უკვე 317 წელს. თქვათ, ასე ზოგი ამბობდა 319 წელი. თქვათ, კორნელი კეკელიძე ამბობდა 327 წელი. და ასეთი სხვა თარიღები იყო. მაგრამ 326 წელი დაკავშირებულია თვითონ მემატიანეს ცნობასთან. ჩვენი მემატიანე გვამცნობს, რომ ჩვენმა როგორც სახელმწიფო სარწმუნოება გამოცხადა ჩვენში უკვე იმის მერე, რაც ელენეს დედოფალმა წმინდა იმპერატორ კონსტანტინეს დედამ იერუსალიმში მოიპოვა ჩვენი მაცხოვრის ქრისტეს ჯვარი. ეს იყო უდიდესი სიწმინდე და არის მსოფლიო ქრისტიანობისა და ამ ჯვრის ნაწილები მან და იმპერატორმა კონსტანტინემ გამოაგზავნეს საქართველოში. ეს მოხდა, რა თქმა უნდა, 326 წლის შემდეგ და ეს აღწერილია ჩვენში, ჩვენი მემატიანეების მიერ, ამიტომაც სწორედ ეს თარიღი იქნა შერჩეული 326 წელი. ახლა საინტერესო არის თვითონ რას გვეუბნება ჩვენი მემატიანე ამასთან დაკავშირებით, წლებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ წმინდა ნინო შემობრძანდა საქართველოში და ის თავიდან მარტო არ ყოფილა, არამედ რომიდან გამოეგზავნნენ ქალწულები, ქალწულთა მონასტერში ცხოვრობდნენ ისინი რომში და იმპერატორმა გადაწყვიტა მათი, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფა, თუ რა სახელი უწოდოთ ამას და ისინი გამოიქცნენ და მივიდნენ, ესე იგი, ხმელთაშუა ზღვის პირზე და იქიდან შევიდნენ სომხეთში და ეს იყო რიფსიმე, გაიანე, წმინდა ნინო და ქალწულები. რამდენიმე ათეული. ესე იგი, ისინი ერთად იყვნენ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მიღებულია საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ ეს მოხდა 301 წელს, რომ 301 წელს მიიღეს ქრისტიანობა სომხებმა. და ამიტომაც ისმის კითხვა, რომ ესე იგი ჩვენს აქედან ხარ ავიწყოთ ათვლა, იმიტომ რომ ერთად იყვნენ წმინდა ნინო და ეს რიფსიმე, გაიანი და ეს ქალწულები. და ჩვენ ყავს შესანიშნავი ისტორიკოსი ვახტანგ გოვილაძე, რომელსაც საინტერესოდ გამოთვალე ეს საკითხი და ის ამბობს, რომ წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა 301 წელს, ანუ მაშინ როცა დახოცეს ეს ქალწულები რუსომხეთში. მოგახსენებათ, რომ ანგელოზის მიერ აირიდა ეს სიკვდილი და ანგელოზის ბრძანებით ის გამოვარდა საქართველოსაგან. და 14 წელი მატიანეში წერია, რომ ის მალულად ქადაგებდა ქრისტიანობას და ლოცულობდა და მერე გამოამჟღავნა თავისი თავი. ანუ ესე იგი 3 წლის მერე, ანუ 317 წელს მოხდა ეს ამბავი, ამბობს. ესე ვახტანგ გოვილაძე ამბობდა, რომ ეს 1700 წელი, ესე იგი და გვესწავლა 317 წელს. მაგრამ როგორც ვთქვით, მატიანეში ასე აღნიშნულია ელენე დედოფლის მიერ წმინდა ჯვრის მოპოვება, ასე რომ 326 წელი არის შერჩეული ძალზე კარგად. ახლა ისმის კითხვა, რომ აი შემოუგზავნა წმინდა ნინო
და მისი დავალება იყო რომ გაექრისტიანებინა მეფე, ანუ რა დავალება ჰქონდა მას უფლისაგან. ეგ აღწერილია რომ თვითონ წმინდანს ჰქონდა თავის გულში, რა თქმა უნდა, დიდი სიყვარული ქრისტეს მიმართ. იზრდებოდა მისი ბიძა იყო პატრიარქი უბინალი, იერუსალიმის პატრიარქი, მის კარზე იზრდებოდა წმინდანინო და ესე იგი ეგ გაიგო მან კვართის შესახებ და სწორედ კვართის საძებნად ის გამოემართა საქართველოში, ანუ იბერიაში, რადგან იცოდა რომ კვართი დაფლული იყო საქართველოში, ანუ იბერიაში. მაგრამ მან მიიღო ბრძანება ღვთისაგან ფარავნის ტბაზე, რომ მან წერია ეგ მემატიანის მიერ, რომ მან მიიღო წიგნი, გაშალა ეს წიგნი, ანუ ქარტა და იქ ეწერა, რომ ესე უნდა და ბრძანებაც მიიღო, რომ უნდა გაექრისტიანებინა მეფე, ამ ქვეყნის მეფე, ანუ იბერიის მეფე. რატო მეფე? იმიტომ რომ ძველად იყო ასეთი, არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად, როცა მეფე იღებდა სარწმუნოებას, მთელი ერი იღებდა იმავე სარწმუნოებას. ეს მოხდა სხვა ქვეყნებშიც, გაქრისტიანების შესახებაც იგივე ამბობენ მემატიანების სხვა ქვეყნებისა. ანუ თუ მეფე მირიანი მიიღებდა ქრისტიანობას, ეს ხელს შეუწყობდა, რომ მთელი ერი გაქრისტიანებულიყო ერთდროულად და ერთბაშად. როგორც ვთქვით, მეფე უნდა გაექრისტიანებინა, მაგრამ სად იყო საცხოვრობდა მეფე და უთხრეს მეფადურებმა და მეთევზეებმა და მეცხვარეებმა, მწყემსებმა წმინდანინოს, რომ აი ამ მდინარეს უნდა გაყვე, ანუ ფარავნის თვიდან გამოედინება მდინარე, უნდა გაყოლოდა ამ მდინარეს, ეს არის ჯავახეთის მტკვარი, ანუ ფარავნის მტკვარი და ის უერთდება ხერთვისში მერკოლადან გამოსულ მთავარ მტკვარს და სწორედ ამას გამოყვა, ამ მდინარეს გამოყვა და ის ჩამოვიდა ორმნისში და შემდეგ მცხეთაში და შემდეგ მოღვაწეობდა ჩვენ ეს ვიცით, ყველამ იღუწოდა წმინდანინო და გაქრისტიანდა მეფე მირიანი. მაგრამ საინტერესო არის რომ ვახტანგ გორგასალიც აღწერს, აი ვახტანგ გორგასალი ჩვენი მეფე, მე-5 საუკუნის მეფე, არის მატიანეში, მისი თხრობა აღწერს ამ ამბავს და ამბავს ვახტანგ გორგასალი, რომ წმინდანინო ესა წმინდანინოს მიერ არა მარტო წმინდანინოს მიერ გაქრისტიანდა მეფე მირიანი, არამედ ასევე წიგნების მეოხებით, წიგნების. ანუ ვახტანგ გორგასალი ამბობს, რომ ესე იგი ეს იყო ძველი აღთქმის წიგნი, ახალი აღთქმის წიგნი და ასევე ამ ოჯახში იყო ფარულად სამეფო ოჯახში ინახებოდა ფარულად ასევე ნებროთის წიგნი. ანუ სამი წიგნში ერთი და იგივე ეწერა, რომ შენ მეფეო გიხსნის და შემოვა ხსნელი ქვეყნისა და ასევე შენ გიხსნის სიკვდილისაგან. ეს ეწერა ასევე ნებროთის წიგნში. ანუ ესე იგი წინასწარმეტყველება იყო მაცხოვრის შესახებ, ანუ მესიის შესახებ ძველი აღთქმის წიგნებში, ახალი აღთქმის წიგნებში და ასევე იყო ნებროთის წიგნში. ანუ ვახტანგ გორგასალი ამბობს, რომ მეფე მირიანი ასევე გაქრისტიანდა წიგნების მიერ, წიგნების მეოხებით. ეს ძალზე საინტერესო მომენტი არის და დიდი ყურადღება არ ექცევა ამ საკითხს, მაგრამ ამას ყურადღება მიაქცევა, როგორც ვთქვით, ვახტანგ გორგასალმა თავის დროზე და ეს არის ძალზე საინტერესო და ეს გვაქვს ჩვენ ამის შესახებ ძალზე ვფიქრობ საინტერესო გამოკვლევა, რომელიც არის გამოქვეყნებული და არსებობს, ესე იგი დედანი ამისა. რა ქვეყანა იყო ეს იბერია, სადაც იქადაგა წმინდანინო. ჩვენი მემატიანები ამბობენ გარკვეულად, რომ აი სად იყო მისი საზღვრები, ანუ იბერიის, ანუ ქართლის სამეფოს საზღვრები სად მდებარეობდა, სად გადიოდა საზღვრები. ანუ სად იქადაგა მან ეს ხალხი იყო სხვადასხვა ტომები, თუ ერთი ერი იყო, ნაცია იყო და რა იყო, როგორც ვთქვით, ამ ქვეყნის საზღვრები და ჩვენი მატიანები, ჩვენ გვაქვს შესანიშნავი მატიანები. ეს არის ქართლის ცხოვრება, მოქცევი ქართლისა და ასევე სხვა წყაროები, ეროვნული წყაროები, რომელიც ასე შეიძლება ითქვას, უარყოფილი იქნა, ესე იგი, ჯერ პატკანოვის მიერ, მერე ასე ვთქვათ, კომუნისტურ ეპოქაში განსაკუთრებულად და ჩვენი მეცნიერებიც მანდამაინც არ წყალობენ ჩვენ წყაროებს, მაგრამ ჩვენ წყაროებში გარკვევით წერია, ძალზე დაბეჯითებით, არა ერთ და ორ ადგილას, არამედ მუდმივად. ეს გინდა ლეონტი მროვლი ამბობს, გინდა ჯუანშერი, გინდა სხვა ნებისმიერი სხვა ძველი ავტორი ამბობს, რომ ქართლის სამეფოს საზღვრებში შედიოდა დასავლეთ საქართველო აუცილებლად.
რომ ესე იგი მეფე მირიანი იყო არა მარტო აღმოსავლეთ საქართველოში მეფე, არამედ მეფე იყო ეგურსა ზედა, პირდაპირ ასე წერია, ეგურსა ზედა, ანუ დასავლეთ საქართველოს მეფე იყო მირიანი და სად გადიოდა მის საზღვრები, გადიოდა შავ ზღვაზე და ასე მდინარე ეგრის წყალზე. ანუ დასავლეთ საქართველოს შედიოდა ქართლის სამეფოში და რა თქმა უნდა აღმოსავლეთ საქართველო მთლიანად შედიოდა მის სამეფოში და არა მარტო ესე იგი ეს ორი ნაწილი, არამედ სამხრეთ საქართველოში ძალიან დიდი მიწა-წყალი ჰქონდა, რომელიც ამჟამად დაკარგული არის. ანუ ეს იყო დიდი ქვეყანა, რომელსაც ესე ყურადღებას აქცევდნენ ძველი ავტორები და როცა ისმოდა კითხვა, რომ თქვათ იქამდე წმინდა ნინომდე ჩვენ ვიცით, რომ იქადაგეს წმინდა მოციქულებმა, აი მოციქულებმა სად იქადაგეს, ესე რატო იყო საინტერესო იბერია, რატო უნდა მოსულიყვნენ მოციქულები იბერიაში? და ჩვენ არის გამოკლეული ამ შესახებ, რომ იბერია იმ დროს იყო, თქვათ, როცა მოციქულების ეპოქაში, უკვე სხვა ეპოქაზე ვამბობ, უფრო წინა საუკუნეებში იყო დიდი ქვეყანა, ესე იგი იმდენად დიდი ქვეყანა იყო, რომ ესე იგი თვითონ რომის იმპერატორები პატივით ხვდებოდნენ იბერიის მეფეებს და ერთ-ერთ მეფეს კანტიკებაც აუგეს რომში, ანუ და მე იქვე წერია, რომ გაუფართოვეს საზღვრები, ანუ იბერიაში შედიოდა ასევე ალბანეთი, დღევანდელ აზერბაიჯანს ეწოდება, მე იბერია ის იყო გაძლიერებული, რომ სომხეთის სამეფოს ტახტზე ადიოდა იბერიელი უფლისწულები, ანუ სომხეთში იბრძოდნენ სომხეთის გასათავისუფლებლად, ებრძოდნენ პართიელებს, ანუ სპარსელებს, პართიელებს ებრძოდნენ იბერები, ანუ სომხეთს ათავისუფლებდნენ პართიელებისაგან. ეს წარმოუდგენელია ასეთი დიდება და სიძლიერე არასდროს არ ქონია საქართველოს. როგორც სწორედ მოციქულების ეპოქაში. ეს ეპოქა როგორღაც ამოვარდნილი არის ჩვენი თანამედროვე ცნობიერებიდან. ეს იყო დიდი მოციქულების ეპოქა, ანუ პირველი მეორე საუკუნეები ძალზე დიდი ეპოქა იყო იბერიისთვის, ანუ ჩვენი ქვეყნისთვის, ის მოიცავდა როგორც დასავლეთ საქართველოს, ასევე მთელ კავკასიას და გადასასვლელებით იბერების ხელში იყო და ჩრდილოეთ კავკასიაში მაშინ იმის იქით სარმატები და სკვითები მომთვარეობდნენ და ეს გადასასვლელები იყო იბერების ხელში და რომის იმპერატორები თხოვდნენ იბერიის მეფეებს, რომ დაეცვათ ეს უღელტეხილები, რათა რომის იმპერიაში არ შეჭრილიყვნენ სკვითები და სარმატები. ასე რომ იბერია, რადგან ის იყო დიდი სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მოციქულები მას გვერდს არ აუგზავდნენ, იმიტომ რომ სომხეთი შედიოდა იბერიაში იმ დროს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სომხეთის ტახტზე იბერიელი უფლისწულები შედებოდნენ, ზოგჯერ თვითონ მცხეთის მეფე დაჯდა სომხეთის ტახტზე, ანუ მთელი სომხეთი იბერიაში შედიოდა და სომხეთში გადიოდა საერთაშორისო გზები. თქვათ, გინდა წავიღოთ თუმა მოციქული, რომელიც თქვათ ინდოეთში წავიდა, უნდა გაივლა უცბად ამ გზებით, ასეთი საერთაშორისო გზა იყო. და ამიტომაც გვაქვს გამოკლებული 6 მოციქული იყო საქართველოში წმინდა ნინომდე. და ესე იგი დაისვა კითხვა, რომ თუ კი მოციქულებმა გააქრისტიანეს საქართველო, რატომ იყო საჭირო, ესე იგი კიდე წმინდანს ქადაგება და უპასუხა ამას რურის უბნისის კრების წმინდა მამებმა, ესე იგი მათ შექმნეს ძეგლის წერა, ანუ დაწერეს მისი ესე იგი დასკვნები რურის უბნისის კრებისა და ამ ძეგლის წერაში წერია, რომ ესე იგი ჩვენში იქადაგეს მოციქულებმა, რა თქმა უნდა, ბევრი იყო მორწმუნე, იყო ესე ქრისტიანული თემები არსებობდა, მრავალი მორწმუნე იყო, მაგრამ ისევე როგორც მთელ რომის იმპერიაში იყო დევნა დიდი ქრისტიანობისა, ასევე დიდი დევნა იყო ქრისტიანებისა იბერიაშიც, იბერიის მეფეები დევნიდნენ პირველ ქრისტიანებს და ასე ვთქვათ, ამის გამო მოხდა ესე რომ მართალია ქრისტიანული თემები არსებობდნენ სხვა ადგილებში ჩვენში, მაგრამ მთელი ერი, მთელი ნაცია, მთელი ხალხი არ იყო ესე იგი გაქრისტიანებული და ამიტომაც საჭირო იყო რომ მეფეს მიეღო სარწმუნოება და სწორედ წმინდა ნინოს მიერ, წმინდა ნინოს დროს მეფე მირიანმა მიიღო სარწმუნოება. ეს მოგხსენებათ მოხდა თხოთის მთაზე, როცა ნადირობდა მეფე, მას დაუბნელდა თვალთ, ანუ მისთვის დაბნელდა მზე და ესე იგი მე შეთხოვა სხვა ღმერთებს, თქვა არმას, ზადენს, კიდე სხვა ღმერთებს და არ იყო მისი შველაო, წერია იქ და მე შეთხოვა ქრისტეს, წმინდა ნინოს ღმერთს და ესე მაშინ განათდა. მაგრამ როგორც კიდე ერთხელ გავიმეორებ ვახტანგ გორგასლის ნათქვამს, რომ გარდა ამისა, ამ დიდი სასწაულისა, ესე იგი მეფე შემზადებული იყო ამ წმინდა წიგნებით, იმიტომ რომ როცა განკურნეს ნანა დედოფალი განკურნა წმინდა ნინომ, ესე იგი იესო ქრისტეს სახელით, ამის მერე დაინტერესდა ქრისტიანობით და
და გამოიკითხა ძველი აღთქმის წიგნებიც იქ იყო ებრაული თემი, მცხეთაში ებრაული თემი იყო და მას ყავდა დიდი მოძღვრები და რაბინები და მათ გამოკითხა ძველი აღთქმა, ასევე ახალი აღთქმის წიგნები თვითონ წმინდა ნინოს მიერ და ისე არსებობდა და ის წაიკითხა და ყველგან და თავის ნებრუთის წიგნიც იგივე იმავეს ამბობდა, რომ აი შენ ესე შეგემთხოვა ესეთი რაღაცა სასიკვდილოდ იქნები უკვე განწირული და აი ესე იგი მოვა მხსნელი შენი მხსნელი მოვა შენი მხსნელი გიხსნის და სწორედ ასე მოხდა რომ სასიკვდილოდ იყო მეფე და ამბობდა რომ სადავარ არ ვიცი ჯოჯოხეთში ვარ თუ სადავარ ჩემთვის დაბრუნდა ეს მზე თუ მთელი დედამიწაზე დაბრუნდა მზე და მთელი დედამიწა უკვე მოისპო თუ მარტო ჩემთვის არის ეს ჯოჯოხეთი და სწორედ მაშინ იხსნა ანუ წმინდანოს ღმერთმა ანუ იესო ქრისტემ იხსნა ესე იგი მეფე მირიანი კიდევ ერთხელ ვამბობ რომ აქ იყო მნიშვნელოვანი ძალზე წიგნები ძველი აღთქმის წიგნები ახალი აღთქმის წიგნები და ნებრუთის წიგნის ახლა მეორე კითხვაც ისმის რომ ეს კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ეს ხალხი რომელსაც იქადაგა წმინდა ნინომ ესე იგი ერთი ერი იყო ერთი ხალხი იყო ამის შესახებ ჩვენ ასევე გვაძლევს ჩვენ მატიანეები პასუხს ჩვენი მატიანეები გვაძლევს პასუხს რომ ესე იგი პირველი ერთიანი გაერთიანებული ეს ქართული სახელმწიფო შექმნა მეფე ფარნავაზმა და ერისთავმა ქუჯიმ შექმნეს ორმა ესე იგი დიდებულმა ქართველმა დიდებულმა ეს იყო ერისთავი ქუჯი იყო ეგრისის ერისთავი მეფე ფარნავაზი იყო მცხეთელი მამასახლისების ოჯახის წევრი ანუ მმართველი ოჯახის ელიტის წევრი იყო მეფე ფარნავაზი და მათ შექმნეს პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფო ესე როგორც თქვი ჩვენ ისტორიკოსები მანდაც არ წყალობენ ჩვენ მატიანებს ამიტომ ეს მანდაც არ ჯერათ ესა და ახლა არის ესე იგი ბავშვებსაც ასწავლია რომ ესე იგი ჩვენი პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფო შეიქმნა ესე იგი ბაგრატ მესამის დროს მე-10 საუკუნის ბოლოს და მე-11 საუკუნის დასაწყისში მაგრამ ჩვენი მატიანები სხვა რამეს ამბობენ ჩვენი მატიანები ამბობენ რომ ესე იგი პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფო შეიქმნა ესე იგი მეფე ფარნავაზის და ერისთავ ქუჯის მიერ ქრისტეს შობამდე 400-300 წლით ადრე აი დაახლოებით ამ დროს ან გარდამტეხ ან დავუშვათ 300 წლით ადრე ქრისტეს შობამდე ახლა რა არის იქ რა არის აღნიშნული აი აღნიშნულია რომ ამ სახელმწიფოს პირველი ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ერქვა ქართლის სამეფო მაშინ შედიოდა რა თქმა უნდა დასავლეთ საქართველო და აღმოსავლეთ საქართველო მთლიანად სრულებით ამას იმიტომ ვამბობ რომ ასეთი ჩვენი მემატიანების ეს განცხადებები არ არის აღიარებული და სხვაგვარად ასწავლიან ჩვენს ბავშვებს ესე დასავლეთ საქართველო უთუოდ შედიოდა იმიტომ რომ ერთ-ერთი საერისთავო იყო ეგრისის საერისთავო მერვე საერისთავო იყო ეგრისის საერისთავო ასევე დასავლეთ საქართველოში იყო არგოთის საერისთავო რომელიც ესე შედიოდა ფარნავაზის სამეფოში ანუ ქართლის სამეფოში და ასე და სხვა საერისთავოები ანუ სულ იყო 8 საერისთავო რომელიც აერთიანებდა სრულიად საქართველოს ახლა გარდა ერთიანი სახელმწიფოს რა ერთიანებდა ხალხს აერთიანებდა თურმე ერთი კულტურა ამან შექმნა წიგნობრობა ქართული ფარნავაზზე არის ანუ ერთი კულტურა ესე იგი ერთი სარწმუნოება ერთიანებდა ასევე წერია იქ რომ მამათა სარწმუნოება ანუ არმაზის თაყვანისცემა იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და ქართლისი საფლავის თაყვანისცემა ანუ მთელი ეს კონდა ერთი სარწმუნოება სხვა შორის განიხილა ძალზე საინტერესოდ ივანე ჯავახიშვილმა და ის ამბობს და რომ ესე იგი იყო ასევე ერთიანი ენა არსებობდა ამ ხალხებს აერთიანებდა საქართველოში მცხოვრებს ესე იგი სხვა ჯგუფებს აერთიანებდა ერთი ენა ახლა რა არის ენა არა იზრახებოდა სხვა ენა თვინიერ ქართულისა წერია ფარნავაზზე ანუ ფარნავაზმა შექმნა სახელმწიფო ენა იყო ქართული ენა მაგრამ თუ მან კი არ შექმნა არამედ მან ესე დააფუძნა დაამკვიდრა ანუ მისი ბრძანებით ქართული ენა იყო მხოლოდ სახელმწიფო ენა ახლა ეს ივანე ჯავახიშვილმა ძალზე საინტერესოდ გამოიკვლია
ეთანადება თუ არა თანამედროვე მონაცემებს ესა. ჯერ ივანე ჯავახიშვილმა ესე იგი თქვენ იცით რომ მას ჰქონდა ესე იგი სვანეთში კვლევები, ასევე დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებში. სვანეთში მაგალითად მან გამოიკვლია რომ ესე იგი სხვადასხვა ჯერ კიდევ უძველეს წარმართობის ეპოქიდან შემორჩენილ წესჩვეულებებს სვანები ასრულებდნენ ქართული ენით, ანუ ამ წესჩვეულებების დროს იყენებდნენ ქართულ ენას. ანუ იმ სიტყვებს, რომელიც თვითონ მათ უკვე აღარ ესმოდათ. ესე იგი და ეს ასკნის რომ ესე იგი რომ კულტსახურების ენა თელ საქართველოში იყო ქართული ენა. ანუ ეს საერთო სარწმუნოების ენაც იყო ქართული ენა. ანუ თელ საქართველოში ერთი ენა იყო, როგორც ესე იგი სახელმწიფო ენა, ასევე სარწმუნოების ენა, ანუ კულტსახურების ენა იყო ქართული ენა. ასევე სამეგრელოშიც იგივე ამბობს ივანე ჯავახიშვილი, ეს ძალიან საინტერესო არის. ახლა თანამედროვე კვლევები არის, ვთქვათ, ჩვენი დიდი მეცნიერებისა, თამაზ გამყრელიძე მაგალითად, გივი მაჭავარიანი, მათ აქვს შესანიშნავი ნაშრომი, ესა სონანტა სისტემა, ასეთი ნაშრომი არის, რომელიც აღიარებულია, რა თქმა უნდა, და ის ამბობს, რომ ესე იგი თავდაპირველად იყო პროტო ქართული ენა, ანუ ერთიანი ენა, ოდესღაც 1000 წლების წინ და ეს როდის დაიშალა ეს ენა. ესე იგი არის სხვადასხვა აზრი, რომ თავდაპირველად მას გამოეყო სვანური, ანუ და მერე გამოეყო და ესე იგი პროტო ქართულს გამოეყო სვანური და დარჩა ორი რტო სვანური და თქვა ზანურ ქართული, ანუ ზან ქართული, ანუ ეს ერთი ენა იყო, ზანურ ქართული ენა იყო, ერთი ენა იყო. ესე იგი ჯერ კიდე არ იყო გაყოფილი, ანუ ზანური არ იყო ცალკე გაყოფილი და სალიტერატურო ქართული არ იყო ცალკე გაყოფილი, ანუ ზანურ ქართული ენა არსებობდა. ახლა ესე იგი კლიმოვს ჰქონდა გამოკვლევა, რომ ეს გამოყოფა მოხდა, ესე იგი ზანურ ქართული ენის დაშლა მოხდა ქრისტიანშობამდე მე-8 საუკუნეში და თამაზ გამყრელიძემ და მაჭავარიანმა გამოიკვლეს და თქვენს რომ არა, ეს არ არის ასე. არამედ ჩვენ იქ არის მეთოდები დასახელებული, თანამედროვე კვლევის მეთოდები და ის მოხდა, ესე იგი წელთაღრიცხვა და მიჯნაზე. ანუ როცა დაიწყო ახალი წელთაღრიცხვა, როდის დაიწყო ეს იყო მოციქულების ეპოქა. ანუ ის თქმა მინდა მე როცა მოვიდნენ მოციქულები, ჯერ კიდე ზანურ ქართული ენა, ანუ ერთი ენა ქონდა. ყველა როგორც დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ხალხს, ისე კახეთში მცხოვრებ ადამიანებს, ისე ქართლში მცხოვრებს, ისე მესხეთში მცხოვრებ ადამიანებს ქონდათ ერთი ენა და ამას პირობითად უწოდებენ ზანურ ქართულ ენას. ერთი ენა იყო, ერთიანი ენა იყო. ეს ენა არ იყო დაშლილი, დაყოფილი, როგორც ახლა არის დაყოფილი. რამენდი იყო ერთი ენა, ამ დროს მოვიდნენ მოციქულები და ჩვენ გვაქვს დიდაქე და ვიცით როგორ უნდა ეკადაგათ მოციქულებს. არ ქონდათ უფლება თქვა წინასწარმეტყველებს და მქადაგებლებს 3 დღეზე დიდხანს დარჩენილიყო რომელიმე თემში, ანუ უნდა ეკადაგათ 3 დღე და მერე უნდა წასულიყვნენ. ახლა როცა ისინი ქადაგებდნენ, ამიტომაც ცდილობდნენ რომ ყველა ხევის ენას ხო არ შეისწავლიდნენ. ესე იგი ცდილობდნენ ეპოვათ ერთი ენა, ქონდა თუ არა ამ ხალხს, ამ დიდ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს ერთი რაიმე საერთო ენა. და ასე იყო საბერძნეთშიც. ესე იგი როცა შევიდნენ მოციქულები, მათ ეს ნახეს რომ თქვათ იყო იონური, დორიული ენები, კიდე სხვადასხვა კარგი ბერძნული ენები, განვითარებული ლიტერატურით, ყველას ჰქონდა თავისი ლიტერატურა. მაგრამ არ შეირჩიეს არა ეს ძალზე განვითარებული ადგილობრივი ენები, არამედ ერჩიეს საერთო კოინე ენა, ეს იყო ასე ვთქვათ ხალხის ენა, ასე ვთქვათ ბაზრის ენა, ანუ საერთო ენა იყო, შეირჩიეს ეს კოინე ენა, საერთო ენა ხალხის, ანუ ეს ესმოდა დორიელებს, კორინთელებს და ყველას ესმოდა ეს ენა და ასევე საქართველოს მოციქულები მოციქულები, ისინი თქო და ეძებდნენ მოციქულები, ქადაგებლები, წინასწარმეტყველები, როცა მოვიდნენ და ქადაგებდნენ ქრისტიანობას. ეს არ იყო 1 და 2 წელი, ეს იყო მთელი 3 საუკუნის მანძილზე, ეძებდნენ, ჰქონდა თუ არა საქართველოში მცხოვრებ ხალხს საერთო ენა. თუ საერთო ენა იყო, ამ საერთო ენაზე იქადაგებდნენ ისინი ქრისტიანობას. და მართ როგორც ვთქვით, ჰქონდათ საერთო ენა, როგორც ვთქვით, ივანე ჯავახიშვილმა ეს დაადგინა, ესე იგი დაადგინა, ესე იგი თამაზ გამყრელიძემ და ესე მაჭავარიანმა, რომ ეს დავარქვათ ამას ზანურ ქართული ენა, საერთო ენა იყო მოციქულების დროს, ჩვენ ხალხს აერთიანებდა როგორც დასავლეთ საქართველოს ხალხს, ის აღმოსავლეთ საქართველოს ხალხს, ერთი ენა ერთიანებდა და როგორც ჩანს, სწორედ ამ ერთიან ენაზე მე-4 საუკუნეში და მე-4 საუკუნის ბოლოს, მე-5 საუკუნის დასაწყისში ითარგმნა წმინდა წერილი და მას დღეს ეწოდება რა სალიტერატურო
რომ ქართული ენა, ანუ ძველი ის ენა, რომელსაც ჩვენ ეკლესიაში ვკითხულობთ. ახლა ეკლესიაში ჩვენ ესე გვაქვს ესე საკითხები, რა თქმა უნდა, თქვა ესა ჟამნობა თუ კონდაკი თუ რაც არის, წმინდა წერილით სახარება თუ რაც არის, ყველაფერს ვკითხულობთ ძველ ქართულ ენაზე. და სწორედ ეს არის ის ძველი ქართული ენა, ის საერთო ენა, რომელიც ესე იგი მოციქულების დროს და წმინდანების დროს აერთიანებდა ჩვენ ხალხს, ანუ ჩვენ ხალხს წმინდანი როცა შემობრძანდა, რა ქონდა, ერთიანი სახელმწიფო გააჩნდა, ერთი ერი იყო, ეს საქართველოს ერი, ერთიანი ერი იყო, ერთი ხალხი იყო და ასე მას ჰქონდა ერთი ენა, ერთი კულტურა და ერთი სარწმუნოება. ასე რომ ეს იყო დიდი ხალხი და სწორედ ამ დიდმა ხალხმა მიიღო ეს სარწმუნოება. და მე-5 საუკუნის არის ძალიან დიდი სომეხი ესე იგი ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი, რა თქმა უნდა ეს ყველა მიცის, უდიდესი ისტორიკოსი, ძალზე ცნობილი და ის წერს, რომ წმინდა ნინომ თავისი ტკბილი ენით იქადაგა ქართველთა შორის კლარჯეთიდან მასკუთებამდე. საიდან ეს კლარჯეთი არის შავიზღვისპირზე, მასკუთების ტომი, ანუ მასაგეტები ცხოვრობდნენ კასპიის ზღვისპირზე, ანუ წმინდა ნინომ იქადაგა ესე იგი საიდან სადამდე, ესე იგი შავი ზღვიდან ვიდრე კასპიის ზღვამდე, ქართველთა შორის, ანუ შავი ზღვიდან ვიდრე კასპიის ზღვამდე ვინ ცხოვრობდა ქართველი ხალხი, ანუ ქართველთა შორის იქადაგა წმინდა ნინომ. ამას ამბობს ვინა სომეხი ავტორი მე-5 საუკუნისა. ანუ ის ამბობს, რომ შავი ზღვიდან ვიდრე კასპიის ზღვამდე ცხოვრობდნენ ქართველები და სწორედ მათ მიიღეს ქრისტეს სარწმუნოება. ასევე წმინდა ნინოს შესახებ წერენ თქვათ გელასი კესარიელი, რუფინუსი, სოზომენე და კიდე სხვა მე-4-მე-5 საუკუნის დიდი ავტორები, ძალზე დიდი ავტორები, ძალზე ცნობილი ქრისტიანი პირველი ესე იგი წერილები და ესე იგი საინტერესო რა არის, იცით, ახლა მე ესე იგი მახსოვს ესე იგი ათეიზმის ეპოქაში როგორ გასწავლიდნენ, ათეიზმის ეპოქაში უდევდნენ ყველას გონებაში, რომ ეს არა წმინდა ნინო არის ლეგენდა, რომ თითქოს წმინდა ნინო არ არსებობდა და ეს ლეგენდა შეიტყსა მე-9 საუკუნეშიო. ასე ეწერა წიგნებში. კომუნისტების დროს გამოშვებული წიგნებში, მაგრამ წმინდანზე როგორც ვთქვით, წერს მოვსეს ხორენაცი, წერს აგათანგელოზი, ასე მე-5 საუკუნის, მე-4-მე-5 საუკუნის სომეხი ავტორი, წერს ბერძენი და რომაელი ავტორები, როგორც განსაკუთრებით რუფინუსი, არის მათ შორის გელასი კესარიელი გამორჩეული. წმინდანის შესახებ რომ დახსენებენ მეფეს და წმინდა ნინოს, ასე რომ 66 წელი არის ძალზე ღირსეული თარიღი და ჩვენი ერი მას აღნიშნავს ღირსეულად.